მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგას, უღმესი მადლობა რომ გამოწვევით ჩემი არხი, იმის რომ ლაიქებთ და კომენტარით, ვინც არ მითხოვთ გაგეცნობით მე ვარ გადავალ, შეგახსენებთ რომ შეგიძლიათ იცით რომ ვამზადებ სანთლებს და ეხლა შევცვალე ფორმა, ესე რომ ვთქვათ, შეგიძლიათ შევუკვეთოთ, მომწეროთ პირად შეტყობინებაში, რა თქმა უნდა, თქვენთვის სასურველ მდგომარეობაში დაამუხტული სანთლები. სხვადასხვა ფერის, ესეთი პატარა ბუს ოჯახებია, რომელიც არის სხვადასხვა ფერის. ფერს თქვენთან შეარჩევთ და ძირითადად წითელი პირადია ხოლმე, მწვანე პროფინესები, თქვათ ხო, მაგრამ არა აქვს ამ შემთხვევაში ცოტა ესეთი კუთხით, რაზე დაიმუხტება სხვა ფერის ბუები, არა აქვს მშობა, ესეთი ფერადიც კი არის, ესეთი პატარა ფერადი ოჯახი არის. მოკლედ, დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთო პირად დიაგნოსტიკასთან იცით რომ მომწეროთ პირად შეტყობინებაში 21 და 22 მარტს იყო აქცია, რამაც საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა და მოკლედ გადავწყვიტე რომ გავაგრძელო 24 და 25 მარტიც გავაკეთე ისე რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და შესაბამისად გაგრძელდება ეს აქცია. მოკლედ, ნახოთ ახლა ჩვენ ესეთი გაშლა. რას მოგვიყვება სამყარო თქვენზე, რა გაფრთხილებას მოგცემთ, რა რჩევას მოგცემთ, რა სიტუაციაში ხართ და რა გაფრთხილება აქვს სამყაროს თქვენთან მიმართებაში. ნახოთ, რა სიტუაციაში ხართ ახლა ამ ეტაპს. რაღაცა გადაწყვეტილების წინაშედ გახართ, არ იცით რა გააკეთოთ. შესაძლებელია რაღაცა გინდათ პირადი იყოს, გინდათ სამსახურებრივი მდგომარეობა. სიტუაცია ესეთი რომ არ ვიცი ჩემთვის რა უფრო მნიშვნელოვანია ეხლა. ხო, ცოტა გზა ამერია, ცოტა ესე რომ ვთქვათ ხვდები რომ არის შესაძლებელი, რეალურად გინდათ შეცვლა რაღაცა ახალის წამოწყება, მაგრამ თქვათ არ იცით რამდენად სწორია ამის წამოწყება. ან უბრალოდ არის მომენტი რომ რო წამოიწყოთ მერე რა იქნება. ხო, აი მსჯელობის მდგომარეობაში ხარ, როდესაც არ ვიცი, დავიღალე იმასთან მიმართებაში რომ ძალიან ბევრს მუშაობ, ძალიან ბევრს ვაკეთებ. ეს არ არის მარტო მუშაობა სამსახურებრივი და სამსახურში დადიხართ, ეს არის მუშაობა საკუთარ თავთანაც თუნდაც, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის, უკვე იმდენად ბევრი რამ დაგროვდა, რომ რაღაცა მომენტში შეიძლება გქონდეთ ისეთი განცდა, რომ აი შევძლებთ ამის გაკეთებას. საკმაოდ ისეთი ემოციურად გადაღლილი ხართ, ესე ვიტყოდი. და რა მომენტია კიდე, იცით, ნახეთ, თითქოს აი ამზადებთ ყველაფერს, რაღაცა პროექტს აკეთებთ, რაღაცა თუნდაც პირად ურთიერთობაში, რაღაც ლაგდებით, თითქოს თქვენ თმობთ, თქვენ აკეთებთ, ნაბიჯებს დგავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ხართ გამოცლილი და ისე გამოდის ყველაფერი, რომ სხვა მეორე ადამიანი, ან სამსახურში სხვა თქვენი კოლეგები ბევრად უფრო წარმატებულები და წინსვლა არის მათ ცხოვრებაში, იმიტომ რომ აი თითქოს თქვენს მომზადებულ საქმეებზე ისინი იღებენ დაწინაურებას, ხო? თუნდაც პირად ურთიერთობაში თითქოს აი თქვენ გასცემთ, ადამიანი ბედნიერია, ადამიანი ძალიან კარგად იღებს ყველაფერს, რაც სჭირდება თქვენგან, მაგრამ თქვენ არ გაქვთ ეს ენერგია, ხო, მერე უკვე, იმიტომ რომ იგივენაირად არ ბრუნდება. ამ ეტაპზე ხართ რაღაც ესეთი შეიძლება ითქვას ცოტა საკუთარ თავში ჩაკეტილები, საკუთარ თავთან დიალოგში, ესე ვიტყოდი, გაცნობიერების კუთხით, სად უშვებთ შეცდომებს, ხო, აი სად დაუშვი შეცდომა, რა არ გავაკეთე სწორად, რატო მოვიქეცი ესე, ხო, თქვათ, მე კი სწორად მოვიქეცი, მაგრამ ის რატო მოიქცა რაღაცა, აი საკმაოდ ისეთი მდგომარეობა გაქვთ. კარგი, რა უნდა იცოდეთ ახლა სამყარო მას გეუბნებათ, რა უნდა იცოდეთ თქვენ შესახებ, რა უნდა იცოდეთ.
პირველ რიგში აქ სამყარო გეუბნებათ, რომ აუცილებლად უნდა იცოდეთ ის მომენტი, როგორ დაიცვათ ბალანსი. ბალანსის დაცვა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ადამიანი იგივეს არ გიბრუნებთ, შესაბამისად თქვენს უნდა ეცადოთ, რომ შეზღუდოთ, აღარ გასცეთ იმხელა ენერგია, იმხელა რაღაცა ძალა, ხო? თუ სამსახურის მდგომარეობაში არ გიფასდებათ, მაშინ გააქვთ თქვენ სამუშაო, რომელსაც თქვათ პირობითად ასრულებთ და მოდით ცოტა ხანი შეეშვით იმასთან ფიქრს, რომ აი რაც უფრო მეც გააკეთეთ, მით უფრო დაგინახავენ. არა, უბრალოდ შეცვალე შენი სტრატეგია, ხო? ანუ უნდა იცოდეთ ის, რომ შესაძლებელი გაქვს სტრატეგია. არ შეიძლება სულ იყოთ ყველაფერზე მე გავაკეთებ. არ შეიძლება სულ იყოთ ისეთ მომენტში, რომ ყველა სიტუაციაში მე დაგეხმარები, მე გამოვიქცევი და თუ რამე პრობლემა არის, მე მოვაგვარებ, ხო? ნახეთ როგორი მომენტია. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ დაალაგოთ თქვენი შინაგანი ემოციები და როგორი მომენტია, ესეთ არა მარტო შინაგანი, არამედ ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობაც იმ მხრივ, რომ ერთხელ დაინახეთ, რომ არ მოხდა ისე, თქვენ რო გაიქეთეთ ვიღაცასთან დასახმარებლად და თქვენ როცა დაგჭირდათ, არავინ არ გამოგცეულა თქვენთან და მოგიწევს, ვთქვათ, მარტოს გემუშავათ საკუთარ თავზე, ან თუნდაც ახლა მარტო აკეთებთ ამ ყველაფერს, მოდით ცოტა ხანი შეეცადეთ, რომ უბრალოდ გაერიდოთ და აღარ გააკეთოთ ეს სიტუაცია, აღარ ჩაიგდოთ თავი ესეთ მდგომარეობაში, ხო? უბრალოდ გადით ამ სიტუაციებიდან, უბრალოდ არის მომენტი, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ უნდა დატოვო იმისთვის, რომ ზუსტად მიხვდე შენი არის თუ არა ესა თუ ის ადამიანი, ხო? ანუ როდესაც ადამიანებს უბრალოდ ცადეთ რაღაცა პერიოდი არ შეეხმიანოთ თუნდაც მოკითხვის მხრივ. დააკვირდით, რამდენ ხანში მოგიკითხავენ და ვინ მოგიკითხავთ, ხო? ვინ გეტყვით, რომ რატო არ გამოჩდი, ხო მშვიდობა გაქვს, ხო ყველაფერი კარგად გაქვს. თუ იმას იტყვიან, რომ რატო არ გამოჩდი, ხო იცოდი, რომ ჭირდებოდი, ან უბრალოდ რაღაცა ზუსტად მიხვდებით, ვალდებულებით აკეთებს ეს ამას ადამიანი თუ გულწრფელად აკეთებს, ხვდებით? ამიტომ არის მომენტები, როდესაც უნდა აგრძნობთ, თუნდაც იმ სამსახურში, როდესაც აკეთებთ ორმაგ სამსახურს და იძახით, რომ არავინ არ მიფასებსო, შეიძლება ვერც კი ხვდებიან, რომ თქვენ ორმაგ სამსახურს სამუშაოს ასრულებთ, იმიტომ ვერ ხვდებიან, რომ ამას ისე მიეჩვივნენ და ისე ყველაფერი აი დაალაგებულად, ალბათ ესე უნდა იყოს. და უკვე ნახეთ როგორი მომენტია, როდესაც აგრძნობინებთ, რომ თქვენ დამატებით სამსახურს სამუშაოს ასრულებთ და თქვენ რაც გეკუთვნით იმის იქეთ, რომ აღარ გააკეთებთ, შესაბამისად მიხვდებიან, რომ თურმე თქვენ აკეთებდით ამ ყველაფერს და სულაც არ არის ისე როგორც გონიათ. რა გჭირდებათ? ენერგიების აღდგენა გჭირდებათ. ცოტა მსუბუქად მივუდგეთ ყველაფერს გჭირდებათ. გონება, ანუ ნახეთ, გონებაც უძაბავთ ძალიან, იმიტომ რომ რაც მეტად ძაბავთ და რაც მეტად ნერვიულობთ, მით შეიძლება მეტად შეიძლება კი არა მეტად გადაწყვეტ თქვენს ორგანიზმს, ხო? მეტად დაღლით, მეტად ანერვიულებთ და შესაბამისად საბოლოო ჯამში ორგანიზმი ძალიან გაგიბრაზდებათ, ესე რომ ვთქვათ. ცოტა მეტი სილაღე გჭირდებათ, ცოტა მეტი დასვენება გჭირდებათ. ყველაზე მეტად ძალიან კარგი იქნება თუ ბუნებასთან გექნებათ კონტაქტი, ხო? მეც გაისეირნებთ, თუნდაც უბრალოდ ფეხით გაისეირნეთ, ხა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აი მატერიალურად არ არის სად უნდა ვისეირნო და ასე შემდეგ. არა, უბრალოდ ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება რომელ ქალაქშიც ხართ, ყველა ქალაქს აქვს პატარა სკვერი და იმ რომელიმე სკვერში უბრალოდ გაისეირნოთ, ხო? აუცილებელი არ არის ვინმე გყავდეთ თან, უბრალოდ შეიძლება თუ გყავთ ცხოველები, ძალიან კარგია, ცხოველები გაასეირნეთ, თქვენც გაისეირნეთ და ეს გასეირნება არ უნდა იყოს ისეთ რა მომენტი, რომ აი გავედი მე და ვთქვათ ვასეირნებ ძაღლს და მე ფიქრობდე ბევრს. არა, არ უნდა ფიქრობდეთ, უბრალოდ უნდა მოისუნთქოთ და დატკბეთ იმით იმ მომენტით, რა მომენტში ხართ. საფიქრალად და რაღაცების დასალადებად არ უნდა გახვიდეთ. აი, დასვენება სჭირდება, მოუწყეთ თქვენს თავს პატარა დასვენება, პატარა ცვლილებების მდგომარეობა. რას გაფრთხილებ სამყარო?
გავთხრებთ, რომ ძალიან დიდი ცდუნებების წინაშე შესაძლებელია დადგეთ, ხო? დადგეთ ეს შეიძლება ითქვას როგორი მომენტია, იცით, აი განსაკუთრებით შეიძლება ადამიანების ნდობასთან დაკავშირებით, ხო, რაღაცა ვენდობი ადამიანს, ადამიანთან კარგი დამოკიდებულება მაქვს და მას შეიძლება გამოიყენოს ეს ჩემი კარგი დამოკიდებულება ძალიან ცუდად, ხო? აი რაღაცა გამომიყენოს, თქვა სამსახურში მისი საქმე გამაკეთებინოს, მან პრემია იღოს და მე დავრჩე არაფრით გამოფიტული, ხო? პირად ურთიერთობაშია, პირად ურთიერთობაშიც რაღაცა ესეთი მომენტი, რომ თქვათ ის არის ბედნიერი, ის არის კარგად, თქვათ შევასრულე მისი თხოვნა, რომ თქვათ გავყევი, რა ვიცი, ფეხბურთზე თუ ოპერაში, არ ვიცი, მაგრამ მე ვერ ვიგზენი თავი ბედნიერად, ხო, რაღაცა ეს მომენტი. რა უნდა იცოდეთ ახლა ამ წუთას? რა უნდა იცოდეთ და უბრალოდ რაც გაფრთხილებთ და გაფრთხილებთ იმას, რომ თქვენს ხელში ახლა არის ძალიან დიდი რესურსი, ესე რომ ვთქვათ. დიდი რესურსი იმასთან მიმართებაში, რომ გამოარკვიოთ ვინ არის თქვენი ადამიანი ზუსტად. ნახეთ, გამოარკვიოთ ვინ არის თქვენს გვერდით დგომი ადამიანები. აი ხა გჭირდება დიდი ცვლილებები, დიდი ესე რომ ვთქვათ, აი მას შეიძლება მართლა იმიტომაც არის ეს ცდუნების მომენტი, რომ ნამდვილად გააკეთებთ თუ არა და ხომ არ შეგეშინდებათ ვინმეს დაკარგვის ან რამის დაკარგვის ხდებით. როგორი მომენტია, იცით, აი გჭირდებათ, რომ კარგად გადახედოთ ყველაფერს თქვენს გარშემო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეიძლება ითქვას არასწორი ქმედებასაც აკეთებთ, ხდებით, აი ის კი არა რომ მარტო ის მომენტი კი არა, აი ვიღაცები არსებობენ, რომ არა, თქვენ თვითონ უშვებთ ისეთ შეცდომებს, რომელიც გარიგდებთ ყველაფერს. ამიტომ ეხლა გეუბნებათ სამყარო, რომ უნდა იცოდეთ ის მომენტი, რომ გაძლევთ საშუალებას, გამოარკვიოთ, გამოარჩიოთ და დასტაბილურდეთ თქვენს ენერგიებში, ესე რომ ვთქვათ, ხდებით, აი დასტაბილურდეთ ურთიერთობებში, დასტაბილურდეთ სამსახურში და აი ეხლა გაქვთ ზუსტად ის შანსი, როდესაც შეგიძლიათ დაანახოთ, რომ თქვენ ხართ ღირებული ადამიანი, თქვენ ხართ შეუფასებელი ადამიანი იმასთან მიმართებაში, ვისთან მიმართებაშიც გაქვთ ეს გასარკვევი, რაც გირჩევთ სამყარო. მორჩა ლოდინის დრო, მორჩა რაღაცა ვარდისფერი სათვალის გაკეთება, დრო მოვიდა იმისი, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება, დრო მოვიდა იმისი, რომ თქვენ თვითონ დააფასოთ საკუთარი თავი, შეაფასოთ თქვენი რესურსები, თქვენი ძალა, ესე რომ ვთქვათ, ხო, რა შეგიძლიათ და როგორ შეგიძლიათ, უფრო მეტი მოითხოვოთ ადამიანებისგან სამსახურში თუ პირად ურთიერთობაში თუ ოჯახის წევრებში, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი დააფასება მოითხოვოთ, ხო? ანუ რასაც გასცემთ, იგივე რომ დაგიბრუნოთ. მორჩა კამათი საკმარისი არის საკუთარ თავთან ჩხუბი, საკუთარ თავთან ბრძოლა. დრო მოვიდა იმის, რომ უბრალოდ შეგიძლიათ ჩამოწეროთ თქვენი მიზნები, თქვენი გეგმები, თქვენთვის რა არის პრიორიტეტული და აი ამ პრიორიტეტებს მიყვეთ, ხდებით, იმიტომ რომ როგორც ჩანს, როდესაც თქვენ პრიორიტეტებს გაყვებით, ზუსტად აი ეგეც გამოაჩენს, ვინ დარჩება თქვენს გვერდით და ვინ არ დარჩება, ხო, აი რაღაც ეს მომენტიც არის. ასე რომ სამყარო გირჩევთ იმას, რომ გამოფხიზლდით, მოიხსენით ეს ვარდისფერი სათვალე, გადადგით ნაბიჯები და იმოქმედეთ. აქ მოქმედება, ოღონდ ნახეთ, მოქმედება იმას კანჟას რომ მიხვიდეთ და ყველას უთხრათ, რომ всё გემშვიდობებთ. არა, უბრალოდ ეტაპობრივად თქვენ შექმნით ისეთი გარემო, რომ დაანახოთ თქვენი ფასი, დაანახოთ რა შეგიძლიათ და როგორ შეგიძლიათ. რას გიმზადებთ სამყარო? აი, თუ კი თქვენ ამ ყველაფერს გააკეთებთ, რას გიმზადებთ სამყარო? უფრო მეტ დაფასებას, უფრო მეტ გონიერებას იმასთან მიმართებაში, რომ
თქვენ ჩააბარებთ გაკვეთილს, რომელიც გაქვთ, თქვენი მიზნებისკენ წახვალთ, მაღალი არკანები ამოდის ღმერთო, ძალიან დიდ ცვლილებას მიიღებთ. მეხუთე მაღალი არკანი და მე-6 მაღალი არკანი. ნახეთ, რას გიმზადებთ სამყარო, 6 მაღალი არკანი არის. თუ კი თქვენ დაიწყებთ თქვენი თავის დაფასებას, თუ კი თქვენ დაიწყებთ რაღაცა ცვლილებების და ამ სტუნებების დაძლევას, რომელიც მოგეცემათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სამყარო გვერდებათ, რა უფრო მეტად გონიერებას უფრო მეტად გაგიღვევთ, ინტუიციას უფრო მეტად გაგიღვევთ, დაგეხმარებათ, რომ შეიგნოთ თქვენი ძალები, დაგეხმარებათ, რომ მიხვიდეთ მიზნებისკენ. დიდ ტრანსფორმაციას გაგატარებთ, სხვანაირად დაგანახეთ სამყაროს და ახალი ეტაპისკენ გაგიყვანთ. საოცარი შემოთავაზება არის სამყაროსგან, ესე რომ ვთქვათ, ამ ყველაფრის მდგომარეობა, ესე ვიტყოდი. და პენტაკლების ტუზი დასის ფონი, ანუ ნახეთ, მოგცემთ შანსს იმისას, რომ თქვენ გამოხვიდეთ ყველა იმ სიტუაციიდან, რაც ეხლა არ მოგწონთ, ხო, გამოხვიდეთ იმ მდგომარეობიდან, სულ თქვენ აკეთოთ ყველას მაგიერ საქმეს, სულ თქვენ იყოთ ვთქვათ, სამსახურში იქნება თუ პირად ურთიერთობაში, თქვენ იყონით ინიციატორი ყველაფერთან მიმართებაში და ბოლოს მაინც არავინ მადლიერი არ დაგრჩეთ. აი ნახეთ, როგორი მომენტია, სამყარო გეუბნებათ, რომ თუ კი შენ მოხვალ გონზე და შეძლებ გაუძლო ყველაფერს, მე შენ გეუბნები, რომ მოგცემ შენი ოცნებების ასრულებას, საკმაოდ დიდ ტრანსფორმაციას, რომელიც კიდევ უფრო მეტ გაცნობიერებას მოგცემს, მეტ გაანალიზებას მოგცემს და შეგეძლება დაინახო ყველაფერი სხვაგვარად და მიხვდე, რომ შენ ცხოვრება თურმე ძალიან ლამაზია, კარგია და ხელი რო გაქვს თითქოს ჩაქნეული, რომ აი არ ვიცი რა გავაკეთე და უკვე ჩემი თავის იმედის აღარ მაქვს, რომ რაღაცა გამომივა, არა, ყველაფერი გამოგივა და მოგცემ იმის შანსს, რომ შენ ახალი ცხოვრება, ახალი ენერგიებით დაიწყოთ. მესმის ცოტა ისეთი მომენტია, ეგოისტი ხوار გავხდები და ასე შემდეგ, მაგრამ ხანდახან ცოტა პატარა ეგოიზმით საჭირო არის იმისთვის, რომ გაერკვიოთ თქვენს რეალობაში, ხო, ვინ არის რეალური ადამიანი თუ რეალური საქმე თქვენთვის, აი რაღაცა გამორკვევისთვის აუცილებელია აქ. მე ბედნიერ ურთიერთობებს, ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს, წარმატებები და შეგახსენებთ, რომ ფასდაკლება კვლავ გრძელდება 24 და 25 მარტს შეგიძლიათ ფასდაკლება მიიღოთ, ისევ პირადი ურთიერთობა 50 ლარად, სრული დიაგნოსტიკა 70 ლარი და გემშვიდობებით, დროებით.